ისევ დახურულია სხდომა, მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება რომ დაესწრონ პროცესებს, რაც წესით ასე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სხდომაზე წესრიგის დარღვევა სხვა ეტაპზე და სხვა მოსამართლემ შეაფასა. აქედან გამომდინარე დღეს კონკრეტული მოსამართლე ვერ გადაწყვეტს წინა საკითხმა რამდენად გავლენა მოახდინა პროცესის დახურვაზე. დღეს ავტომატურად უნდა გახსნილიყო პროცესი, თუმცა ეს არ მოხდა. უკვე მეოთხე პროცესი არის, რომ ხალხის გარეშე არის ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორც არის სინდისის პატიმერის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არა მხოლოდ შიდა დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის მნიშვნელოვანი. მომდევნო პროცესიდან ველით მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროცესის გახსნასთან დაკავშირებით დაცვის ხარის შუამდგომობის გარეშე. თუმცა თუ კი ვერ იქნება მიღწეული საჯაროობა და ვერ იქნება უზრუნველყოფილი მომდევნო პროცესზე, მოსამართლის მიერ ბუნებრივია ადვოკატებიც დავაყენებთ შუამდგომობას გახსნასთან დაკავშირებით და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ რა იყო დღევანდელ პროცესზე ფაქტობრივად პატარა დარბაზში მოგვიწია სხდომის დაწყება და ბუნებრივია ამ პირობებში არა მარტო დაცვის ხარეს და ადვოკატებს, ბუნებრივია ბრალდებულებსაც ეზღუდება დაცვის უფლება და ეფექტურ კომუნიკაციას ჩვენ ადვოკატები, ყველა ადვოკატი ვერ ვახორციელებთ ჩვენს დასაცავ პირებთან და აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მომდევნო პროცესი გაგრძელდეს არა მეორე, მესამე და სხვა პატარა დარბაზებში, არამედ დიდ დარბაზში, რისი საშუალებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ნამდვილად